მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს 2026 წლის 11 ივნისია და ისევე როგორც საქართველოს სრული მოსახლეობა, მეც როგორც განაჩენი ისევე ველოდები თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ბრიუსელში საქართველოს მოსახლეობის მიმართ. გაუქმებენ თუ არა უვიზო მიმოსვლას და ამაზე ბევრი რამე არის დამოკიდებული. არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის სამართლებრივი მდგომარეობა მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებში, არამედ საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობაც. 2 დღის განმავლობაში საქართველოს ტელემაუწყებლები მასაობრივად გადმოსცემენ ბრიფინგებზე. ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პირველი პირების მხრიდან გამუდმებით ტარდება ბრიფინგები და ჩვენ თავის მართლების რეჟიმში გამუდმებით ვისმენთ თუ რატომ რა მიზეზებზე დაყრდნობით გადაუხვია საქართველომ ევროპულ კურსს, რომ საქართველოს ვითომ მარცხს თავაზობენ სუვერენიტეტის სანაცვლოდ და თურმე საქართველოს სუვერენიტეტს პაპუაშვილი და კობახიძე, რომელსაც მანამდე არავინ არ იცნობდა, არავის არ წარმოადგენდა და საერთოდ რომ არა ბიძინა ივანიშვილი ამათ არასოდეს საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლებაში არ და ვერ იხილავდნენ და საბოლოო ჯამში გამოიტანეს დასკვნა და მოსახლეობას გვარწმუნებენ იმაში, რომ ეს ჩვენი საქართველოს მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად კეთდება. თუმცა ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჯერ კიდევ 2007 წლის რეფერენდუმისას საქართველოს მოსახლეობამ გამოამჟღავნა ნება იმისა, რომ უნდა ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანება და ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა პირდაპირ რადიკალურად განაცხადა, მოსახლეობამ თავისი ნება გამოაცხადა, რომ უნდოდა დასავლური კურსი და არა რუსული ორიენტაცია და კურსი. შესაბამისად, მე დღეს მინდა ჩემი განმარტებები გავაკეთო ხელისუფლების პირველი პირების განცხადებებზე, რომელიც 2 დღის განმავლობაში ისმის და მინდა შევახსენო მაყურებელს, რომ ეს არის ჩემი გადაცემა, რომელსაც ქვია ჩემი პოზიცია. მე გთხოვთ თვითონ თქვენთაგანს, რომ მოიწონოთ ეს გადაცემა, გადააზიაროთ და რაც მთავარია, გამოიწეროთ არხი, რათა ამ გადაცემებმა ამ არხმა ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ეს არხი ხელმისაწვდომი. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ყველა ძალიან კარგად აცნობიერებთ იმას, რომ საქართველოს სატელევიზიო სივრცე 2-ად არის გაყოფილი. ეს არის FM ნაციონალური მოძრაობის ის ტელევიზიები, რომლებიც კი აფარავენ საქართველოს სრულ ტერიტორიას, მაგრამ მაინც ეს ამა თუ იმ ფორმით არსებობს და არის კიდევ ქართული ოცნების ტელევიზიები, რომლებიც კი ფარავს მთლიანად საქართველოს ტერიტორიას, მაგრამ ფაქტია, რომ მე მგონი პენსიონერების გარდა იშვიათად ვინმე უყურებდეს, მე ვერ წარმომიდგენია რა კატეგორია ადამიანები უყურებენ ტელევიზიას, იმ ტელევიზიებს და იმ პროგრამებს, რასაც ქართული ოცნება გადმოსცემს თავის საინფორმაციო საშუალებებში. ფაქტობრივად მისი მხრიდან თითოეული საინფორმაციო საშუალებიდან გაჟღერებული ინფორმაცია, ეს არის დემაგოგია, ეს არის ტყუილები და ეს არის სიძულვილის ენით ლაპარაკი საკუთარი მოსახლეობის იმ ნაწილის მიმართ, რომლებსაც ის არ მოსწონთ. მაგრამ ჩვენ დასაუბედუროთ, დღევანდელი მდგომარეობით ხელისუფლებაში არიან ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენ ოპოზიციურად მოაზროვნე ნაწილს გვაბრალებენ ზიზღით ენის ლაპარაკს და უამრავ საკანონმდებლო ნორმებს იღებენ იმისათვის, რომ ჩაახშონ ჩვენი ხმა. და იმის გამო, რომ ვართ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომლებიც არ ვართ არც FM ნაციონალური მოძრაობის წევრები და არც ქართული ოცნების წევრები, მაგრამ ჩვენ ვართ პროდასავლური
ორიენტაციის ოპოზიციური მოძრაობის წარმომადგენლები ვართ, ჩვენ არ გაგვაჩნია ჩვენი საინფორმაციო საშუალებები. რითაც ჩვენ ხმას მივაწვდით მოსახლეობამდე. ამიტომ ერთადერთი საშუალება ის არის, რომ ისევ თქვენ დაგვეხმაროთ, იმით რომ მოიწონოთ გადაცემები, დასვათ მოწონების ნიშანი და გადააზიაროთ, გამოიწეროთ არხი და YouTube-ის არხი ამ შემთხვევაში დიდ შანსს აძლევს მაყურებელს უფრო მეტ ფართო საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას აი ამ გადაცემის არსებობის შესახებ და მეტი მაყურებელი გვიყურებს ჩვენ. ეხლა გადავიდეთ ძირითად თემაზე, თუ რატომ გადავწყვიტე მე დღეს ჩემი პოზიციის დაფიქსირება და გამოხატვა. პირველი რაც მინდა, პირველი თემით დავიწყო ეს დღევანდელი ჩემი გადაცემა არის ის, რომ 2 დღის წინ, მაშინ როდესაც ირაკლი კობახიძემ დაიწყო თავისი ბრიფინგი, პირველივე რაც გააჟღერა იყო ის, რომ თურმე EUTOM მისი გაჟღერებული ინფორმაციის შესაბამისად უარყოფითი დასკვნა მისცა სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს. მე 2 დღეა ვეძებ EUTOS დასკვნებს, წინასწარ დასკვნა უნახე და ვერაფერი მსგავსი ვერ ვიპოვე და სხვა დასკვნებსაც ვეძებ იქნებ იყო და არსებობს ისეთი რამე, რაც მე ვერ ვნახე, მაგრამ მე ვერ მივაგენი EUTOS ვერც ერთი სახის დასკვნა, სადაც საუბარი იყოს იმაზე, რომ უარყოფითად იყოს შეფასებული ჩვენს მეზობელ ქვეყანაში სომხეთში ჩატარებული არჩევნები. პირიქით EUTOM მიიჩნია, რომ არჩევნები ჩატარებულია დამაკმაყოფილებლად, რომ ყველას ჰქონდა საშუალება გამოეხატა თავისი პოზიცია, რომ მიმდინარეობდა არჩევნების პროცესი ძალიან დემოკრატიულ და ნორმალურ გარემოში, მიუხედავად იმისა, რომ გარე ფაქტორებს ჰქონდა საკმაოდ დიდი ზეგავლენა არჩევნების მიმდინარეობაზე და ალბათ ამანაც თავისებური შედეგი პოვა შედეგებზეც, არჩევნების შედეგებზეც. მე რა მინდა ვთქვა, ესე იგი ხელისუფლების პირველი პირების პირველივე სიტყვიდან დემაგოგია, ტყუილი და არასწორი ინფორმაციის გადმოცემას ჰქონდა ადგილი. და ეს გამომდინარეობს მხოლოდ ერთი გარემოებებიდან, რომ მე ასე ვფიქრობ, რომ ეს განპირობებული იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ყველა საქართველოს გარე კეთილად განწყობილი მეგობარმა ქვეყანამ არ ცნო და არ აღიარა ბიძინა ივანიშვილის 2024-2025 წლის არჩევნები და მიიჩნია ეს ხელისუფლება, ქართული ოცნების ხელისუფლება არალეგიტიმურ ხელისუფლებად. შესაბამისად, თითოეული ის განცხადება, რომელიც იწყება ამ ქვეყნის პირველი პირების პირველი სიტყვებით, არის ტყუილი, არის დეზინფორმაცია და არ არის დასაჯერებელი. და გადავიდეთ იმ ძირითად საკითხზე, რატომ მათ დღევანდელი გადაცემის ჩაწერა გადავწყვიტე. ის რომ, როდესაც ირაკლი კობახიძემ თავის გამოსვლაში მიუთითა საქართველოს მოსახლეობას, რომ 2012 წლიდან მოყოლებული 14 წლის განმავლობაში ქართული ოცნება ცდილობს მოპოვებული დემოკრატია შეინარჩუნოს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ რეალურად ქართულმა ოცნებამ ტყუილებით მოიპოვა 2012 წელს ხელისუფლება. ესე იგი, მხოლოდ იმიტომ გამოუცხადა ხალხმა ნდობა, რომ ბიძინა ივანიშვილი ხალხს დაჰპირდა სამართლიანობის აღდგენას. დაჰპირდა, რომ ის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის იმ წევრებს, რომელმაც სისხლიანი 9 წლიანი რეჟიმი შექმნა, გაასამართლებდა. მაგრამ ვერავინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ მათ გაასამართლებდნენ პიჯაკებზე ღილების ყიდვის გამო, ან და გაასამართლებდნენ იმიტომ, რომ ისინი ტელეფონზე ლაპარაკობენ და არა იმიტომ, რაც მათ ჩაიდინეს 9 წლის განმავლობაში. 14 წლის თავზე 2012 წლიდან 14 წლის თავზე ქართული ოცნების
ის დემოკრატიული მონოპოლარი, რომელიც ხალხს უნდა ჰქონოდა და რომელიც ხალხმა მოიპოვა, რეალურად დღეს ამისი ნიშანწყალიც აღარ არსებობს. ვინაიდან ყველა ის მონოპოლარი, რომელიც 2012 წელს ხალხმა მოიპოვა ამ არჩევნების გზით, დღეს მდგომარეობით განულებულია და დავიწყებთ იქიდან, რომ შეცვლილია საქართველოს კონსტიტუცია და თუ კი რამე უფლება, რაიმე კარგი პოლიტიკური უფლება გააჩნდა საქართველოს მოქალაქეს, ახალი კონსტიტუციით არაფერი არ გააჩნდა. იმის გამო იმდენჯერ გადაიწერა კონსტიტუციაში, იმდენი ცვლილებები განხორციელდა ჯერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განმავლობაში და მერე უკვე ქართული ოცნების ხელისუფლების განმავლობაში, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს კონსტიტუცია უკანონოდ გადაეწერა ორჯერ. ვთქვათ, თუ პირველ შემთხვევაში 2017 წლის მდგომარეობით ჩვენ ყველას გახსოვს ფილარმონიაში განვითარებული მოვლენები, ხო? როდესაც მიწასთან დაკავშირებით, მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით და სხვა ასეთ საკითხებზე წვავე კამათი მიმდინარეობდა, ირაკლი ყობახიძემ სულ კომკავშირელები და პიონერები ეძახა იმ მოსახლეობას, რომლებიც იქ თავიანთი პოზიციის დასაფიქსირებლად იყვნენ მისული, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ ქართული მიწა იყიდებოდა. ჩვენ ისედაც პატარა სახელმწიფო ვართ და ნამდვილად იმ მასშტაბებით, როგორც მაშინ იყიდებოდა საქართველოს მიწები უცხოელებზე, კატასტროფულად იმოქმედებდა საქართველოს დემოგრაფიაზე, საქართველოს სუვერენიტეტზე და საქართველოს კეთილდღეობაზე. შესაბამისად, მომდევნო პერიოდებში საქართველოს მოსახლეობას წაერთვა უფლება ყოლოდა მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში და საქართველოს მივიდა იქამდე, რომ ერთპიროვნულად ბიძინა ივანიშვილი ნიშნავს საქართველოს 150 დეპუტატს, 150 თუ არა 120 ნამდვილად, ერთპიროვნულად ადგენს სიას და ერთპიროვნულად გაყავს უღირსი ის კატეგორია, რომელსაც რეალურად საქართველოს მოსახლეობა არ იცნობს, რეალურად საქართველოს მოსახლეობა არ უცხადებს ნდობას და იმ კატასტროფული მდგომარეობის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობა რეალურად აღარ მიდიოდა არჩევნებზე, ქართული ოცნება აყალბებდა არჩევნებს. შესაბამისად, ყველა ის მონოპოლარი, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ რეალურად მოიპოვა 2012 წელს, დღეს მდგომარეობით იქიდან აღარაფერი აღარ არსებობს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუცია გადაიწერა, არამედ იმიტომ, რომ საარჩევნო კოდექსით გადაიწერა, თან საარჩევნო კოდექსი გადაიწერა ჩუმად, მალულად, ფარულად და ამ კოდექსის შინაარსი რეალურად არავინ არ იცის, გარდა ქართული ოცნებისა და იმ პოლიტიკური პარტიებისა, რომელიც საქართველოს პარლამენტში, ასე ვთქვათ, როგორც ოპოზიციური პარტია შესულები არიან და შესაბამისად მეტნაკლებად აქვს წარმოდგენა იმაზე, რომ საქართველოს აქვს ახალი საარჩევნო კოდექსი და დღევანდელი ინფორმაციებით გვაქვს, ასე ვთქვათ, ჭორის დონეზე ინფორმაცია გვაქვს, რომ ქართული ოცნება და ეგრეთ წოდებული მარტივმომრავლებლად დაშლილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ლიდერები გარიგებულები არიან და აპირებენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რაც ნიშნავს იმას, რომ თამაშდება ზუსტად იგივე პროცესი და ზუსტად იგივე სცენარი, რაც 2007 წელს მიხეილ სააკაშვილმა გაათამაშა, მას შემდეგ, რაც 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის შემდეგ, სისხლიანი დარბევის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ხელისუფალმა, რომელმაც ასეთი ვანდალური დარბევა განახორციელა, არა მარტო მიტინგის, არამედ პრესის, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების, ხომ დაკარგა ლეგიტიმაცია და საჭირო გახდა ამ ლეგიტიმაციის მოპოვება. ამიტომ მან თავის ჯიბის პარლამენტში აცვლევინა საარჩევნო კანონმდებლობა ძირფესვიანად და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგა. შემდგომში უკვე, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები იყო, ის ვითომ ჭყალებში კანონიერად დაბრუნდა საქართველოს ლეგიტიმურ
პრეზიდენტად, იმიტომ რომ იმანდროინდელმა ოპოზიციურმა პარტიებმა მას ამის საშუალება მისცეს. არავის პრეტენზია არ ქონია საარჩევნო კოდექსზე და არავის პრეტენზია არ ქონია იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რამაც მიხეილ სააკაშვილს საშუალება მისცა, რომ განადგომის შემდეგ ისევ როგორც პრეზიდენტი ფაქტობრივად გაყალბებული კანონმდებლობით და გაყალბებული არჩევნებით დაბრუნებულიყო. ზუსტად იგივე სცენარი თამაშდება ამჯერადაც და არის ამის რეალური საშიშროება, ვინაიდან ესე ვთქვათ, პროდასავლური კოალიცია და ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები, ასე ვთქვათ, მორიგდნენ და მიმდინარეობს მოლაპარაკება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებში. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ საარჩევნო კოდექსის პირობებში და ამ კონსტიტუციის პირობებში ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებს რეალური ოპოზიციური ძალა საქართველოში და შესაბამისად თუ მართლა ჩატარდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მე ვფიქრობ, რომ ამით ბიძინა ივანიშვილი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა მიიღო ლეგიტიმაცია 2007 წლის, 2008 წლის არჩევნებში 7 წელს გადადგა და 8-ში ჩატარდა როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნები, ზუსტად იგივე მოხდება ამ შემთხვევაში. შესაბამისად, ის მითითება ირაკლი კობახიძის, რომ 14 წელია ინარჩუნებენ დემოკრატიას ქვეყანაში, მარტო მე კი არ მეპარება ეჭვი, სრულიად საქართველოს მოსახლეობას ეპარება ეჭვი ამაში და ეჭვი ეპარება ამაში ყველა საქართველოს მეგობარ ქვეყანას, რომლებიც მოქმედ ხელისუფლებას უწურვებენ ეგრეთ წოდებულ ტროტუარის კანონს, უწუნებენ ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონს და ბევრ ისეთ რეპრესიულ ჯარიმებით და ასე შემდეგ, რამაც გამოიწვია საქართველოს ციხეების გადატვირთვა, იმდენად გადატვირთულია საქართველოს ციხეები, რომ სახალხო დამცველი, საქართველოს ის სახალხო დამცველი, რომელიც მხოლოდ მკვდარზე ვენოკად თუ გამოდგება, ისიც კი აღნიშნავს თან ტელევიზიის წინაშე, რომ ახალი ციხეების აშენებაა საჭირო, თორე ის ხალხი, რომელიც უკვე დაკავებულია თავიანთი ოპოზიციური მოსაზრების გამოხატვის გამო, ისინი ვეღარ ეტევიან იმ ციხეში. ამიტომ პოლიტიკა კი არ უნდა გამოიცვალოს საქართველოს სახალხო დამცველის წარმოდგენით, არამედ ციხეები უნდა აშენდეს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილიც თავისი მმართველობის ბოლო წლებში ზუსტად ციხეებს აშენებდა და ზუსტად ასეთი გადატვირთულობით ხასიათდებოდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება. სხვათა შორის მინდა გავახსენო მაყურებელს, რომ არაერთი დასკვნა არსებობდა 2004 წლიდან 2011 წლამდე, ისევე როგორც დღეს მდგომარეობით არაერთი უარყოფითი დასკვნა არსებობს ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ იმ ტოტალურ გაყალბებებზე, ტოტალური კანონების შემოღებაზე, არადემოკრატიულად და კანონების მიღებაზე, რეპრესიული კანონების მიღებაზე და ციხეების გადატვირთულობაზე, რასაც დღეს აქ ადგილი. ესე იგი, ერთი-ერთში ვითარდება ზუსტად იგივე სცენარი, რასაც ადგილი ჰქონდა 2007-დან 2011 წლის ჩათვლით. შესაბამისად, ყველა ის გარემოება, რაზეც დღევანდელი ხელისუფლება ამახვილებს ყურადღებას, მოსახლეობის ყურადღება, უნდა გაითვალისწინონ, რომ ჩვენ მოსახლეობამ ეს პერიოდი გავიარეთ ერთხელ უკვე და ძალიან კარგად გვახსოვს ის პრაქტიკა, რაც გადავიტანეთ იმ წლებში და რაც გადაგვაქვს ეხლა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მაშინ გადავიტანეთ ჩვენ რეპრესიები და ეხლაც მიმდინარეობს იგივე. მიმდინარეობს რეპრესიები და ეს გამოწვეულია იმით, რომ 2012 წელს ხელისუფლება რეალურად არ შეცვლილა, შეიცვალა მხოლოდ ზოგიერთი ადამიანი. კერძოდ მიხეილ სააკაშვილი, ახალაიები, ვანო მერაბიშვილები, რომლებიც წესით უნდა გაესამართლებინა ჰააგის სასამართლოს. მე ამ თემაზე ვრცელი გადაცემა მაქვს ჩაწერილი ჯერ კიდევ 2022 წლის მდგომარეობით, სადაც ვასაბუთებ თუ რატომ უნდა იქნეს გასამართლებული ჰააგის სასამართლო ტრიბუნალზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და არა ქართული სასამართლოს მეშვეობით და იქ ვრცლად საუბრობ, ამიტომ აქ არ შევჩერდები ამ გადაცემაზე, აქ მინდა აღვნიშნო უბრალოდ ის, რომ ის რეპრესიები
ის ყველაფერი, რასაც დღეს აკეთებს ქართული ოცნება საკუთარი მოსახლეობის მიმართ, ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს და ჩვენ ზუსტად ვიცით რითი დამთავრდება ეს ყველაფერი. კიდევ რაზე გავამახვილებდი ყურადღებას, რატომ მივედით აი ამ მდგომარეობამდე. ის რომ რეალურად 2012 წელს ხელისუფლება არ შეცვლილა და ის რომ 2012 წლის 11 წელს რეალურად როცა შეიქმნა ქართული ოცნების პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება, ქართულობა ოცნებამ გადმოიბერა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კადრები და დღემდე ამ კადრებით ახორციელებს მმართველობას. ესე იგი, ხელისუფლება კი არ შეცვლილა, შეიცვალა გარკვეული პირები და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას 200 პოლიტპატიმარი ყავდა, არ დასჯილა არც ერთი გაუმძიებელი, არც ერთი პროკურორი, არც ერთი მოსამართლე, საერთოდ არავინ არ დასჯილა, არაფერი არ გამოცვლილა, არც სისტემა გამოცვლილა, არც კანონმდებლობა გამოცვლილა, პირიქით უფრო გამკაცრდა როგორც საგადასახადო კოდექსი, გამკაცრდა როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და მკაცრდება ისევ, რაც გააუქმა ქართულმა ოცნებამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების შეცვლილად სისხლის სამართლის კოდექსი თითქმის იგივე ფორმას უბრუნდება. შესაბამისად, ის რეპრესიები და ეს რეპრესიები ხალხისთვის ერთი და იგივე რეპრესიებია და ძალიან დიდი სხვაობა არ არის იმას სააკაშვილი ერქმევა თუ ამას ივანიშვილი. თუ კი შედეგი ერთია, ციხეები გადატენილია, ხალხს ძალიან უჭირს მატერიალურად, ხალხს უჭირს პირველად პროდუქტებზე წვდომა 800,000 მოშიმშილე ბავშვი არსებობს საქართველოში. კატასტროფული მდგომარეობაა პენსიონერების და ზოგადად ქართველი საქართველოს მოსახლეობის ყოფა ცხოვრების სფეროში. გაზრდილი ფასები ყველაფერზე, გაზრდილი ჯარიმები და კადრები, რომ ქვეყანას მართავს იგივე კადრები, რომლებსაც მართავდნენ 2011 წლამდე. და ამის ნათელი დადასტურება, ეხლა უცბად რაც მახსენდება, ის არის, რომ გარდა იმისა, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილი 2008-9 წლებში აფინანსებდა მიხეილ სააკაშვილის ყველა საარჩევნო კამპანიას, როგორც საპარლამენტოს, ისე საპრეზიდენტოს, ისე ადგილობრივს, დღეს და კალაძეც სხვათა შორის დღეს მდგომარეობით ეს ხალხი, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას საყვედურობენ და რომლებსაც ნაციონალური მოძრაობა იმიტომ ყავთ, რომ სანამ ისინი იქნებიან ეგრეთ წოდებულ ქართული ოცნების ოპოზიციად, მანამდე ქართული ოცნება ნამდვილად დარჩება ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ქართულ ხალხს ეშინია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების. აი ამ რეალურად კი არცად არ წასულან და ეს დასტურდება იმით, ეხლა რაც მახსენდება, ერთ პატარა შემთხვევას გავიხსენებდი, მაშინ როდესაც 2007 წლის მდგომარეობით მიხეილ სააკაშვილის უნდოდა გადათქმა და ლეგიტიმაციის პრობლემა ჰქონდა, მოსახლეობის, ასე ვთქვათ, რეკეტი დაიწყო სახელმწიფოს მხრიდან და დაიწყეს ქონებების წართმევა. ხალხის დაჭერა, დაკავება, საპროცესო შეთანხმებების გაფორმება და ამ თანხების მობილიზება მომდევნო 2008 წლის არჩევნებისთვის. და მათ შორის მოყვა ერთ-ერთი ჩვენი ოჯახის ქონება, რომელიც მდებარეობდა კონსტიტუციის ქუჩა ნომერ 6-ში. სხვათა შორის ეს ქონება ჩემმა ოჯახმა პრივატიზაციის გზით მიიღო და ამ ქონების მიმართ არსებობდა არა ერთი, არამედ 2 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სასამართლოს გადაწყვეტილება ჰქონდა, ამას არასოდეს ძალიან დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია, მიხეილ სააკაშვილმა ეს ქონება წაგვართვა და გადაულოცა, ასე ვთქვათ, ცენტ-პოინტს იმის სანაცვლოდ, რომ ცენტ-პოინტი მის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა. კონსტიტუციის ქუჩა თბილისში, კონსტიტუციის ქუჩა ნომერ 6-ში ეს შენობა დღესაც არსებობს და
დღეს ამ ქონების პატრონი არის კალაძის წყალობით, იმიტომ რომ კალაძემ გაუფორმა ხელშეკრულება უგულავების ოჯახს და გადასცა ის ქონება, რომელიც პრივატიზირებულია გიგა გირკელიძის, ჯავახიშვილების ოჯახის, ჩვენი ოჯახის მიერ. ჩვენ ეს ქონდა გასაჩივრებული ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩვენი საჩივარი განუხილველი დარჩა იმიტომ, რომ ქალბატონმა თია წულუკიანმა ვითომ ჩვენ ოძახს გამოუგზავნა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ რაღაცა დოკუმენტი მოითხოვა ვითომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ, ჩვენ რა თქმა უნდა იმას არ გამოუგზავნია არაფერი და რადგან პასუხი ვერ მიიღო, იქიდან შეწყდა წარმოება. მე მოვითხოვე, რომ განახლებულიყო ამ საქმეზე წარმოება, თუმცა როცა გადავხედე დღეს მდგომარეობით ქონების მდგომარეობას, აღმოჩნდა, რომ სარგებელს აი ამ წლების მანძილზე იღებდა ყოფილი ნაციონალების ოჯახი, რომელიც დღეს ქართული ოცნების მოწვევის ყველა პარლამენტის დეპუტატია, ეს არის მარიამ ქლივიშვილი, მისი მეუღლე ოთარ ბერიშვილი. და მოგვიანებით ეს წლების განმავლობაში ამათი ოჯახი იღებდა სარგებელს ამ ქონების უფლებრივი დატვირთვით და მიღებული შემოსავლებით. მოგვიანებით კალაძეს ეს ქონება გადაფორმებული აქვს უგულავების ოჯახისთვის და ეხლა მე ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სადმე წავიდა, რომელიმე წევრი აღარ არის ხელისუფლებაში. ყველა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის იმ რეჟიმის შემქმნელი პირები, რომლებიც ხალხს ატერორებდნენ, ართმევდნენ ქონებას, სვავდნენ ციხეში, ძალადობდნენ. ყველა საერთოდ მოსახლეობამ იცის, აი პირობითად ვამბობ. ციხის დირექტორი რომ იყო ხათუნა კალმახელიძე, დღეს სად არის? ვინმე თუ ითხოვს აი ამ ქალბატონის გასამართლებას და ამ ქალბატონს არ დაგავიწყდეთ ის, რომ ამ ქალბატონს ეძახდნენ მე-20 საუკუნის გესტაპოს, იმიტომ რომ როდესაც ის ციხის დირექტორი იყო, ყველაზე საშინელი ადამიანების ცემის, წამების და არადამეოდ მოპყრობის ფაქტები სწორედ მისი დირექტორობის პერიოდში ხდებოდა. სად არის? გააპარა ქართულმა ოცნებამ და დღეს არ ვიცი, მაგრამ რომელიღაცა ევროპულ ქვეყანაში ცხოვრობს, იმიტომ რომ საიმისო ხელფასი და საიმისო შემოსავლები ქონდა, რომ ალბათ, საქართველოში რო არ ცხოვრობს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ხო? და არც რომ არავინ არ სთხოვს ამ ქალბატონს იმ თავისი მოღვაწეობის გამო პასუხს, ესაც ყველამ ვიცით. შესაბამისად, ეხლა როდესაც ირაკლი კობახიძე გამოდის და საქართველოს მოსახლეობას ეუბნება იმას, რომ 14 წლის წინ მოპოვებულ დემოკრატიას ინარჩუნებენ, მე არ ვიცი რა ჩარჩოებში ჯდება აი ეს განცხადება, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის ერთს დავამატებდი ქართული ოცნების გაშღერებულ ამ ინფორმაციებს, ჩემ განმარტებას დავამატებდი იმას, რომ კობახიძემ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ ივანიშვილს გარე ძალები ებრძვიანო. როცა ივანიშვილს გარე ძალები ებრძვიან არა იმიტომ, რომ დემოკრატია არ უნდათ, არამედ იმიტომ ებრძვიან, რომ დემოკრატია შემოიტანოს და არ წაართვას ხალხს ის, რაც გააჩნდა და რაც გააჩნია კიდევ. დღეს მომент არაფერი არ გააჩნდა, თუ კი რამე გააჩნდა და იბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობას სრულად წაართვა ყველა უფლება, მაგრამ რაც შეეხება იმ გარე ძალებს, რომლებიც მათ მტრად მიაჩნიათ, თუ არ ვცდები გიორგი ლილუაშვილმა და
სხვა პოლიტიკურმა ფიგურებმა მოითხოვეს არაერთხელ, რომ ლუსტრაციის კანონი მიიღონ და ეს არის ნამდვილად კაი გამოსავალი. აღარ იქნება საჭირო ეგრეთ წოდებული რუსული კანონი, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, იმ პატიოსანმა ორგანიზაციამ, რომელიც შეიძლება ძალიან კარგ საქმეს აკეთებდეს ხალხისათვის, საკუთარ თავს უწოდოს უცხო ძალის მიერ დაფინანსებული აგენტი და ასე შემდეგ. ხომ შეიძლება რომ საქართველოში მიღებული იქნეს ლუსტრაციის კანონი და თუ კი ამ ლუსტრაციის კანონის მიღებამ ბალტიისპირეთის ქვეყნებს არაფერი არ დაუშავა, საქართველოს რატო დაუშავდება? და შესაბამისად ეს დაასრულებს საქართველოში აგენტების ეპოქას და მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ ძალიან ბევრი ოდიოზური პიროვნება მოხდება, ძალიან ბევრი ცნობილი პიროვნება მოხდება და ძალიან ბევრი ცნობილი პიროვნების შვილი შეიძლება მოხდეს. ამიტომ ლუსტრაციის კანონის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის არის გარდაუვლად აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება იმდენად მნიშვნელოვანიც კი იყოს ამ კანონის მიღება, რომ ამაზე იყოს დამოკიდებული მომავალი საქართველოს დემოკრატიული განვითარება, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოში თუ კობახიძეს მიაჩნია და ყოველ მეორე დღეს დასავლეთი ევროპის აგენტებს იჭერენ და არ აცხადებენ მხოლოდ რომელი ქვეყნის აგენტებს აქვს მიხავთ პასუხისგებაში აძლევენ, არ აცხადებენ ამას, თუმცა ოფიციალურად ქართული ოცნება მიიჩნევიან პრორუსულ ძალად და ასე ვთქვათ პუტინის ნაცვალად საქართველოში დაადასტურონ ამ კანონის მიღების გზით დაადასტურონ, რომ ისინი არ არიან აგენტები და ისინი იმსახურებენ ხელისუფლებაში დარჩენას. ამით დაგემშვიდობებით, მე ვფიქრობ საკმაოდ მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრეთ. მე კიდევ ერთხელ ვთხოვთ, რომ მოიწონოთ ეს გადაცემა, გამოიწეროთ არხი და თქვენი პოზიციაც გამოხატოთ ამ გადაცემის ქვევით მდებარე ველზე, გააკეთოთ თქვენი განცხადებები, კომენტარები, თქვენი მოსაზრება დააფიქსიროთ, თუნდაც ლუსტრაციის კანონთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია და ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველოს მოსახლეობა ეღირსება, რომ გამოაშკარავდეს და გაიგოს საქართველოს მოსახლეობამ ვინ მართავდა ამ წლების მანძილზე და ვის უნდა გამოუცხადონ მომავალში ნდობა, რომ ქვეყანამ აიღოს ერთხელ და სამუდამოდ პროდასავლური კურსი და არ შეცვალოს თავისი ეს კურსი და თავისი ეს განწყობა ევროპული ღირებულებების მიმართ. მე წარმატებას გისურვებთ ყველას, წარმატებას უსურვებ სრულიად საქართველოს და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.